ტექნოლოგია ზოგადად. მოდი აი ამ მიმართულების იმპლემენტირებას ვისაუბროთ რა. ზოგადად მე ძალიან ვწუხარ ხოლმე რომ რა ტექნოლოგიებზე ისევ და ისევ კრებსითაც საუბარი, როდესაც ელემენტარულად ჩვენ ქვეყანაში მინა ვერ ვიწარმოებია, საცობები ვერ ვიწარმოებია და თუნდაც ეტიკეტირების ნაწილი ხარ რაღაც დონეზე იწარმოება რა თქმა უნდა ქვეყანაში და ხარისხიანადაც, მაგრამ რაოდენობაში არ არის ხა ის რაც ვჭირდება, ხო? ანუ აი აქ ვარ გამოწვევია თან მით უმეტეს ახლა როდესაც მაღალ ტექნოლოგიურ აგრეგატებზე არის საუბარი, რაც აგროსექტორისთვის ეს არის აუცილებელი. მე არ მაქვს საუბარი მარტო რაღაც ციფრულ განაცვეთებზე, ხო, აი რაღაც ციფრული სერვისების, ვებგვერდების ფორმირებაზე და მე ციფრულ მარკეტინგზე და არტო ამაზე არ მაქვს საუბარი. ანუ მთელი ტექნოლოგიური ჯაჭვია ეს ყველაფერი, ხო? ელემენტარულად რა ჩვენ 90-იანების დასაწყისში თუ ვიჯექით საბჭოთა წარმოების ტრაქტორზე, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ტრაქტორები არის შემოსული, რომელსაც თავისი ტექნოლოგიური მთელი ბაზისები აქვს. ელემენტარულად ადამიანი რომელიც ამ ტრაქტორზე ჯდება, უნდა იცოდეს მისი მართვა. კომბაინი თუნდაც იგივე, ხო? აღარაფერს არ ვლაპარაკობს ეთქვის საწინააღმდეგო აგრეგატებზე, იგივე მეტეოსადგურებზე და ასე შემდეგ, რომელიც უსაფრთხოებისთვის და პრევენციისთვის არის აუცილებელზე აუცილებელი. ეხლა ბევრი წვრილი ფერმერი ვიყურებს და უბრალოდ აგრესია რო არ გაუჩნდეს, რა ჩემ ლაპარაკში რო და მე მესმის, რატომაც შეიძლება გაშდეს აგრესია რო არ რესურსი არ აქვს შესაძლებლობა არ აქვს როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი, ხო? ამის გზაც ძალიან მარტივად არსებობს. უბრალოდ აქაც ნებას ვერ ვხედავ და აქ უკვე სიმძიმის წერტილს ალბათ ფერმერებზე გავატარებდი. სახელმწიფოსთან ერთად, იმიტომ რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის ეს ხადი. მაგრამ უფრო მეტწილად ფერმერებზე, იმიტომ რომ ჯერ ესეთი აი გამსხვილება ვახსენე რამდენჯერმე. არ ხდება ჩვენ ქვეყანაში გამსხვილება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და მეურნეობების. რაც მე თუნდაც ხარისხისადმი ხელმისაწვდომობას უფრო გაზრდა. ერთი. მეორე, აი აქ სახელმწიფო რაღაც დონეზე მინდა გავამართლო, იმიტომ რომ სახელმწიფო პროექტები დღეს ანერგიამომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი აძლევს დღეს ბენეფიციარს იმის საშუალებას, რომ თუნდაც იგივე თანამონაწილეობით შეიძინოს ტრაქტორები, კომბაინები, ასე შემდეგ. მაგრამ ამის ათვისება და გამოყენებაც სამწუხაროდ ვერ ხდება. საერთაშორისო დონაციები ხა კი გასაგებია ბევრი მიმართულებით გაჩერდა საერთაშორისო დაფინანსებები, მაგრამ ხა FAO ავიღოთ თუნდაც ხო ემპარდის პროგრამები ძალიან აქტიურია ისევ ქვეყანაში. უყოლოდ შემთხვევაში ამ ეტაპზე და იმედია გრძელვადიანადაც, მაგრამ აი რატომაც ისეთი დაბეჭდილება რჩება, რომ აი ქართველ მეწარმეს უმეტესწილად, ხო? უჭირს ცოტა სტაბილურობა, უჭირს ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის გაკეთება და უჭირს ბანკთან ურთიერთობა. და სულ იცი ერთ პატარა ალეგორიას მოვიყვან შეიძლება ვარქვით და მე დიდი სიამოვნებით მოგისმენ. მე მგონია, რომ ჩვენი SME სექტორი და უფრო მიკრო სექტორი, ხო, ბიზნესის ნაწილში ძალიან გავს სამბორბლიან ველოსიპედზე მოსიარულე ბავშვს, რომელსაც ძალიან უჭირს ორ ბორბალზე გადასვლა. აი მესამე ბორბალი აქ არის ვიღაცა, რომ ანუ ან სახელმწიფო დამეხმაროს, ბანკებთან შუამავლობა გამიკეთოს, პროცენტი გამისუბსიდიროს, ანუ დიდი ხანი გავუდგა და ჩემი აზრით ელემენტარულად ბანკთან ამ ფინანსურ ინსტიტუციასთან მუშაობა, ანუ ორბორბლიან ველოსიპედზე გადასვლა უკვე ჩვენ თვითონ შეგვეძლოს. აქაც რატომღაც აი წყლის ნაყვა მგონია ბოდიშ ვითხოვ რა, მარტო თუ რაღაცა ვინმეს სენტიმენტებს ვეხები ხა ამ შემთხვევაში, თუ არ შევეხები და თუ სარგეში არ ჩავიხედეთ, მაშინ ვერ განვიცადებთ ინდუსტრიებს რა და ამიტომ ჩემი მოკრძალებული რაღაცმოგრძალებული თქმის მიშება და ანგრიტიკული პასაჟი გამომივიდა, მაგრამ რეალურად ფიქრობ რომ სიმართლესთან ახლოს არის. გამისწორე თუ რამე არასწორად ესე ვთქვათ ჩამოვაყალიბე. ნუ მეღვინეობაში მე მგონი ეს დარგი ავის ბუნებრივი განვითარებით იმდენად დინამიურად ვითარდება, რომ ჩემი აზრით ეგ პრობლემა ნაკლებად არის ბანკებთან ურთიერთობის, დაფინანსების წყაროების, სახელმწიფო პროგრამების გამოყენების და ვფიქრობ, რომ ეხლა მე რო ვთქვი ამ მარნების რაოდენობა 50-დან 2000-მდე გაიზარდა, ძირითადი წილი აქვს მცირე მარნების წილი არის. რუსული კომპანიების რაოდენობა ვერ შეიქმნებოდა. და ეს მცირე მარნები ძირითადად არის ტრადიციული მეღვინახეობა, მეღვინეობის ოჯახების ბაზაზე შექმნილი, მაგრამ შექმნილი არის მაინც ახალგაზრდა თაობების მიერ. ანუ ეს მცირე მარნების აღორძინება მაინც მოიტანა ახალმა თაობამ, რომელსაც ენერგია აქვს, ნუ აქვს, კარგი განათლება აქვს, სალოგარეთაც კი, რომლებიც დაუბრუნდნენ თავის სეულ მამულებს, აღორძინეს და ასე შემდეგ. ამიტომ
ქართული მეღვინეობა საკმაოდ თანამედროვეც არის და მე მგონია რომ შეიძლება სხვა სოფლის მეურნეობის მიმდინარეობებში ეგ რაც ახლა ილაპარაკე ეგ კომპეტენციის დეფიციტი იყოს, მაგრამ ვფიქრობ რომ მეღვინეობაში ეგ ნაკლებად არის და ასევე ტექნოლოგიებთან წვდომა თუ გამსხვილდა მცირე მარანი მათ პრობლემა არ აქვს. მადლობა საინტერესო პასუხისთვის.